შფოთვების დროს ვისაც შფოთვითი აშლილობები აწუხებს და განსაკუთრებით გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა. ვინც მკურნალობს, ფსიქოთერაპიას გადის, იცის რა ეს დიაგნოზი რას ნიშნავს. ვინც არ იცის, არ მკურნალობს, მათთვის უბრალოდ ვიტყვი, რომ აი შფოთვების ფორმა, როდესაც არის ქრონიკული. ხო? აი, ძალიან დიდი ხანი გრძელდება შფოთვა, აი წლებია რა შფოთვაში ადამიანი, აქვს მეტნაკლებად უკეთესი პერიოდები, მაგრამ ძირითადად რაღაც აი ქრონიკული სახე მიიღო ამ შფოთვებმა. ნახეთ, ესეთი ქრონიკული შფოთვების დროს, როდესაც შფოთვის შემოტევები აქვს ადამიანს, ხო, განსხვავდება აი ორი ტიპის ადამიანი რომ გამოვყოთ რა. ერთი, ვინც აგვარებს ესეთი ტიპის შფოთვებს, გვარდება ნიშნავს რომ კი ეს ადამიანი შეიძლება დარჩეს სენსიტიური, შეიძლება ამ ადამიანს დარჩეს გარკვეული შფოთვის რაღაც შემოტევები, მაგრამ ამას უმკლავდება, მართავს და მის ცხოვრებაზე ვეღარ ახდენს გავლენას, ასე ვთქვათ, ცხოვრობს ისე რომ ეს ხელს არ უშლის მის ცხოვრებაში. და არსებობენ მეორე ტიპის ადამიანები და ესეთი პაციენტები არსებობენ, ანუ შეიძლება ესეთი ადამიანი მუშაობდეს კიდევაც, წამლებსაც იღებდეს და ფსიქოთერაპიასაც გადიოდეს, თქვათ რაღაც პერიოდი, მაგრამ ნახეთ, რა განსხვავება მათ შორის ვინც ვერ აგვარებს შფოთვებს და მათ შორის ვინც აგვარებს. მინდა რომ პირობითია, ეხლა შეიძლება ძალიან ბევრი იყოს ასე შემდეგ, მაგრამ აი ორი ძალიან გადამწყვეტი განსხვავება მინდა რომ დღეს დაგანახოთ. ვინც ამაშია ის მიხვდება რა. პირველი ეს შფოთვა რა თქმა უნდა ჰაერიდან არ ჩნდება და ცხოვრებისო რაღაც მოვლენას უკავშირდება რა. ანუ ადამიანი რაღაცას თავის ცხოვრებაში ვერ აგვარებს, რაღაც სიტუაციას გადაუჭრელი საკითხი აქვს და ნახეთ, ის ადამიანი, ვინც ამ თავის გადაუჭრელ საკითხს არ აგვარებს, მოკლედ არ უნდა ამის მოგვარება, არ შეუძლია იუჭირს რა. ეს არის ერთი განსხვავება. იმიტომ რომ ის ვინც ნახეთ შფოთვებს აგვარებს, როგორც წესი, თავის ცხოვრებისეულ პრობლემასაც აგვარებს. ხო? ანუ მათი ცხოვრება რაღაცნაირად იცვლება ხოლმე რა. ეგ ერთი განსხვავება და მეორე განსხვავება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, ამ განსხვავებას თუ დაიჭერთ თქვენ თავში, ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარებათ. ის ვინც ვერ აგვარებს შფოთვებს, ბოლო, აი რაღაცა ცოტა კი გაუმჯობესდა, მაგრამ აი საბოლოოდ აი მაინც ხელს უშლის რა ეს შფოთვები ცხოვრებაში. ეს არის ერთი გადამწყვეტი განსხვავება, აი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ასეთი ტიპის ადამიანს მაინც აი ბოლომდე მაინც არ აქვს დაჯერებული, რომ ეს შფოთვის შემოტევა მას არ მოკლავს და საერთოდ არაფერს არ უზამს. გადარჩება. ანუ რაღაც შედეგამდე არ მივა შფოთვის შეტევა რა. ანუ ადამიანს აი მაინც იმის ჯერა, რომ შეიძლება რაღაც დაემართოს შფოთვის შეტევის დროს. ამიტომ იმყოფება ამ ქრონიკულ ციკლში რა. ბოლომდე ვერ ხდება მისი ცხოვრება თავისუფალი, იმით რომ მისი ცხოვრება არ შეიზღუდოს ამ შფოთვის გავლენით. აბა დამიწერეთ ეს ორი მიზეზი. პირველი მიზეზის ამოცნობა გაგიჭირდებათ, მაგრამ მეორესი არ გაგიჭირდებათ, ამიტომ დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და თუ დაკვირვებული ხართ ამაზე, ეხლა დააკვირდით თუ არ ხართ, ხო? დამიწერეთ თქვენი აზრი, გააზიარეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი.